სხვანაირია რა, უფრო ფუტურისტული ფორმები. მოდი ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი რა. მე ხო სულ ვამბობ რომ არა მევასება. ორი თქვი, სამი თქვი არ არის. ეხლა ავხსნი რატო არ მევასებ. აი შეხედეთ მანქანას და მე სულ ახალი პრიუსი რო იყიდოთ. ხო. სულ ახალი პრიუსი რო იყიდოთ. აი მაღაზი $30,000 ის. ეს ახალი უფრო ძვირი არის. ხო. და ნახე, რას გეუბნები, Toyota გეუბნება თვითონ რომ მანქანაში ფულს ცოტას რო იხდიო. ხო. უნდა გახსოვდესო რომ ის ცოტა გადაიხადეო და $30,000 რო იხდი. აი ეს advanced design-ს რატო გიკეთებენ? ხო შეიძლება რომ რაღაცა არა, ეხა მამის მინეს შენ კაკაც გინდა და ბაბაც ეგრე არ არის ძმო. ცოტას გახდევინებენ ეკონომიაში. გავიგე, მაგრამ რახან შენ ჯიბეში ზღარბი გიზის და ზღარბს თავი დავანებოთ. იმის საშუალება არა გაქვს სიტყვაზე. Mercedes-ი იყიდო. ხო, ეგ ბაზარი. BMW იყიდო. გასაგები. და ასე შემდეგ, უფრო ისეთი ცნობილი და მაღალი დონის მანქანა. ერთი რაღაცა იმის გამო რომ ჯერ ერთი ძვირიღის, მეორეც ერთი ბევრს აწვავს. ხო, ეგ და რახან ეკონომიაზე ფიქრობ, ყიდულობ ეკონომიურ მანქანას, შესაბამისად იაფასიან მანქანას ყიდულობ. ხო, მაგრამ ნუ ცოტა ლოგიკაც ეგ არის, მაგიტომაც იაპონელებმა აქცენტი გააკეთეს ეკონომიაზე. ანუ ფინანსურათაც ეკონომიურია, რომ იაფად იყიდო. და პლუს წვის თვალსაზრისითაც ეკონომია. Ford Fusion-ი ნუ ახლა უკვე ამათმა რო დაიწყეს, უკვე სხვა ბრენდები, ეგრე Mercedes-იც აყვა, BMW-ც აყვა და არა, უყურე დაახლოებით იგივე ფასია. რაც ეს და ის ბევრად ლამაზია. მე ის მირჩევნია მაგალითად. არა, სხვათა შორის Fusion-ი ამერიკაში ბევრად იაფიღებს. სულ ახალი ვიდრე Prius. ხო და მაგას ვიძახი, მან დავარ. რომ კონკურენტმა თუ გააკეთა ლამაზი მანქანა იგივე წვით და უფრო დაბალი ფასით, რატო უნდა ღირდეს ეს ძვირი?